იყავი ალბათ ადამიანი, რომელმაც რატომღაც იმ წუთასვე ჩავრთე, როგორც კი დაიწყო ბატონმა პაპუაშვილმა ეს თავისი ბრიფინგი და მე მეგონა გული გამიჩერდა. არ ვიყავი სახლში, ქუჩაში მოძრაობდი და მაშინვე მივიწერე ამ ჩემი ემიგრანტების ჯგუფებში და წარმოიდგინეთ ადამიანებს არ ეჯერათ. იმიტომ რომ ეს წარმოუდგენლად ეჩვენათ, ანუ მოკლე ტექსტი მივიწერე, რომ არჩევნების უფლება წაგართვათ ეხა ქართულმა ოცნებამ და ეს იყო გამაოგნებელი. მე უბრალოდ ვერ დავმალავ ეხა ამ ბრას, რაც მთელი დღე ტრიალებს ჩემში, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებთან შენ სწორად თქვი გავატარე ეს მთელი წინასაარჩევნო მე კიდე პერიოდი და მე მოვყვები მე რას აკეთებდნენ ემიგრანტები ახლა ერთი ხნის გამო როგორი ფსოც წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებიც იძულებული გახადეს და სამშობლოდან შორს გადახვეწეს, ესეც არის ამ ხელისუფლების თუ რომელი ხელისუფლების, აი ამ ქვეყნის მესვეურების, აი ხელმძღვანელების დამსახურება, რომ ისინი გახდნენ იძულებულები, დაეტოვებინათ თავიანთი შვილები, ქვეყანა, თავიანთი ნათესავები და ის სახლი, რომელიც ასე ძალიან უყვართ, აი ასე დაუკარგეს და ეს ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი მე, იმიტომ რომ ეს არ იყო ასეთი ადვილი პროცესი, ეხლა ამ ვიზა ლიბერალიზაციამ უფრო გააიოლა ეს კავშირები, ეს თავისი ნათესავებთან ურთიერთობა, შვილების ნახვა. მანამდე გავიხსენოთ მეგობრებო, რას გადიოდნენ ეს ემიგრანტები, რომ წლობით ვერ ჩამოდიოდნენ საკუთარი მშობლების გასვენებაში. და ეხლა ჩვენ ამ ადამიანებს ვთხოვთ, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვთ უფლება, რომ კონდეთ ესე თავისუფლად მოძრაობის უფლება არ აქვთ მოპოვებული, რომ არჩევნებზე ჩამოვიდნენ, ეს ყველაზე უფრო სასაცილო პროცესი და ყველაზე მთავარი. ვეუბნებით, რომ შენ იმიტომ, რომ ხარ წასული, არ ახარ ამ ქვეყანაში, არ გაქვს უფლება, რომ ქვიოდე საქართველოს მოქალაქე და მე არ გამიკვირდება ერთ დღეს გაიღვიძოს რომელიმე ორშაბათს ან პაპუაშვილმა, ან კობახიძემ, ან არ ვიცი მათმა ძმებმა და გამოგვიცხადონ, რომ იცით რა, საერთოდ არ ახართ ამ საქართველოს მოქალაქეები. აი ხა რომელიღაცა მე მგონი ბოჟაზე ამბობდა, რომ ისა რა ქვია, თუ არ ახარ და არ იღებ, არ ვიცი, არ შემეშალოს გვარი, არ ვიცი რომელმა თქვა, თუ არ იღებ მონაწილეობას ამ საქართველოში ამ პროცესებში, მაშინ არ ქვია მოქალაქე. შეიძლება ესეც გვითხრან და მე კიდე აქვე მაგასაც ვფიქრობ, რომ არ ჩვენ მოვწუნვართ ქართულ ოცნებას, ვინც არ ვაძლევთ ხმათ მათ და ჩვენც ვიყავით რაღაც პროცენტი, ხო და მე გვეტყვიან, რომ იცით რა, თქვენ არა გაქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ყველაფერი მიდის აქეთკენ და ჩვენ შემოსვლამდე ვიცინოდი, რომ ესე იგი აი წინა ეპოქის წარმომადგენლების ფრაზებს ვკითხულობდი, როგორ ამართლებდნენ ამ ერთპარტიულ არჩევნებს, რომ იცით რა, ამ ადამიანებს რო კონდეთო აზრიო, აქამდე გვეტყოდნენ, ამ აზრსო და არა აქვთო აზრი, ან რასაჭიროა სხვა პარტია, ეს პარტიაც ძალიან მოწონს ჩვენს საზოგადოებას, ანუ სხვადასხვა ეს რავი საბჭოთა კავშირის დიქტატორები და ხელმძღვანელები ამბობდნენ ამ ფრაზას, აქამდე მივედით. ეს არის წარმოუდგენელი და ეს ემიგრანტები, რომლებმაც აჩვენეს, თქვენ არ იცით რა გამოიარეს, ან როგორ შეაგროვეს თანხები, რომ წასულიყვნენ და ის თავიანთი ემიგრანტები, რომლებსაც არ ჰქონდათ საშუალება თავიანთთან დაეტოვებინათ, როგორ ზრუნავდნენ ყველა ადამიანი, ან როგორ შეადგინეს ხალხო ეს სიები. წარმოუდგენელი იყო და მაშინაც ჰქონდათ ნინო დამეთანხმდება პრეტენზია, რომ ის არ იყო ზუსტი ციფრი, რაც მაშინ დაგვიდო CSKOM 95,000-მდე, გაცილებით მეტი ემიგრანტი დარეგისტრირდა, იყო მსურველი და ექნებოდათ პრობლემები, ნუ მე არჩევნებზე პრობლემებზე ისაუბრა და ეხლა ადამიანები იცით რაზე ზრუნავდნენ, ვიკა, როგორ ეპოვათ ადგილები, რომ მე არჩევნების დანიშნვის დროს რასაც ჩვენ აქ ვითხოვდით, საზოგადოება და ამაში იყო გაერთიანებული ჩვენი ემიგრანტებიც ყველა ქვეყნიდან და მართავდნენ უამრავ აქციას იმისთვის, რომ ჩაატარებულიყო ნამდვილი დემოკრატიული არჩევნები, ადგილებს ეძებდნენ იმისთვის, რომ დამატებითი უბნების გახსნის დროს მე არ შექმნილიყო წინააღმდეგობა, რომ რაღაც პროცედურები გავლილიყო, აი ამაზე ზრუნავდნენ, სიებზე ზრუნავდნენ, ადამიანებზე ზრუნავდნენ და ეხა ამ ადამიანებს ვეუბნებით, რომ შენ არა გაქვს უფლება იყო საქართველოს მოქალაქე. ადამიანები, რომლებიც მე კიდე გავიმეორებ, ყველა ამას ამბობს, რომ თუ ეხა ცხოვრობს ჩვენ აქ ვარსებობთ და არ იქნება კრიზისი, ეკონომიური კრიზისი, არ არის 90-იანი წლები, არის მხოლოდ მათი დამსახურება, იმიტომ რომ ისინი არიან ერთადერთი დოვლათის შექმნელი, იმიტომ რომ მე ახლა აი მაგალითად აგერ დაუსაქმებელი უმუშევარი ადამიანი ვკითხულობ, სად შეიძლება მე ვიმუშაო? სად არის ახლა აქ სივრცე ადამიანებისთვის და
მე არა მაქვს სამსახური და თქვენ ეუბნებით ჩემს მეგობარ ემიგრანტებს, რომლებმაც რაღაცას მიაღწიეს, რომლებიც დასაქმდნენ და რომლებიც იმ ოჯახებს ინახავენ, რომ დაბრუნდით, აი ბოდიში შემეშალა ბოჟაძე ამბობდა იმას, რომ უნდა დაბრუნდეთო საქართველოში, ჩვენ უკვე აქ ისეთი ეკონომიური მდგომარეობა გვაქვს, რომ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ აქ იშოვოთ სამსახური, დაასახლდეთ და იყოთ თქვენ ოჯახთან. ანუ ეს ახირება. წავიდეთ, ჩამოყალიბდეთ. ახირება არის, ხან წადითო გვეუბნებიან. ვიტყოდი ახლა და დააბრუნა ემიგრანტების. კი, დააბრუნა და მე კარგად დახრიტა, კი ბატონო. დააბრუნა. წარმოუდგენელია მართლაც. აი, სხვათა შორის ძალიან კარგი იდეა მომაფიქრე ახლა, რომ აუცილებლად გავაკეთებ გადაცემას 10 ყველაზე აბსურდულ message box-ზე ქართული ოცნების ამას წინათ ვუსმენდით უცნობი როგორც ცდილობდა რომ იაგო ხვიჩი აყავდა სტუმრად აი მე არ ვიცი სხვათა შორის სულ ვამბობ რა არ ვიცი პატიმრები თუ უყურებენ ამას ასაც ჩვენ სოციალურ ქსელში ვუყურებთ და ვაშიარებთ და ვაზიარებთ რომ როგორ ესე იგი ეუბნებოდა ხვიჩიას რომელიც თავის მხრივ ისიც კი შოკში იყო რომ დავით აღმაშენებელიც იყო ერთმართველიო და ანუ ხანდახან საჭიროა ეს ერთმართველობაო, ერთპარტიული მმართველობაო, იმიტომ რომ უფრო თანმიმდევრულია მაშინ სახელმწიფო, აი ოქროს ხანა რო იყო, ყოველთვისო ყველგანო იყო ერთმართველობა და მონარქიაო და მოკლედ შეიძლება მონარქიაზეც დაიწყონ ბოლოს საუბარი, მოკლედ აი მართლა რაღაც აბსურდია. ხო, პროგრესია. ნუ კი არია სულიერად. ხო, წარმოვიდგინე კიდე აუცილებლად მინდა ვთქვა, აი საელჩოებს სულ ვერჩი ხოლმე, იმიტომ ტყუილა რო არიან და ელჩები რო არ ყავს და წარმოვიდგინეთ ერთადერთი ფუნქცია ქონდა, რომ იმ დღეს, არჩევნების დღეს ის იყო რაღაც სივრცე, სადაც იკრიბებოდა ხალხი, აძლევდა ხმას და ის იყო საქართველო, პატარა საქართველო და აი ეს ფუნქციაზე აი საერთოდ მაშინ რას აკეთებენ, აი რისთვისა გვაქვს ეს საელჩოები?